ჩვენ საუბრობდით ძირითად გამოწვევებზე, რაღაც რამდენიმე საკითხი ვახსენეთ ხომ სასამართლოში, რომელიც არის აქედან ერთ-ერთი, როგორც უკვე ვთქვით, გაჭიანურება საქმეების, რომელიც ტვირთად აწვება არა მხოლოდ მოქალაქეს, არამედ სასამართლო კორპუსს და ინდივიდუალურად თითოეულ მოსამართლეს. ამ კონფერენციაზე არ ყოფილა მსჯელობა აი ამ პრობლემებზე, რომელიც სასამართლოს წინაშე დგას. არ ყოფილა მსჯელობა საგნობრივი სახით, რომელიმე ისეთ საკითხზე, რაც მოქალაქეებს შეუმსუბუქებდა სასამართლოსთან ურთიერთობა, სასამართლოსთან სავალში. ხო, რომ არც აღიარებენ ამ პრობლემებს. გაჭიანურების ნაწილს აღიარებენ სხვადასხვა მოსამართლე ვარო, აგერ მურუსიძე ხო, აი არ ყოფილა ისეთ საკითხებზე საუბარი, რომელიც არის მნიშვნელოვანი დღეისათვის, იმისათვის, რომ სასამართლო იხილავდეს საქმეებს ადეკვატურად და ხარისხიანად. მთავარი რა იყო აქ, ისე როგორც ძველად ხდებოდა, ხო, წინა წლებში, ისე იმავე მეთოდებით გააგრძელეს მუშაობა და ეცოდნენ, რომ ამ ასე ვთქვათ, კონფერენციაზე ეჩვენებინათ, დემონსტრაცია მოახდინათ მათი ძალაუფლების, შეკრებეს დიდი რაოდენობის მოსამართლეები, სამწუხარო არის, რომ ჩვენ ვერ მოვისხმინეთ განსხვავებული მოსაზრება, თვითონ მოსამართლეები როგორ იღებენ გადაწყვეტილებას, ხო? მხარეთა პოზიციების შესაბამისად. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობთ სისხლის სამართლის პროცესზე. და რა თქმა უნდა, თუ მხარეს კონკრეტული არგუმენტები და პოზიცია არ აქვს და არანაირი, ასე ვთქვათ, მტკიცებულებები თუ ასე ვთქვათ, სხვა არგუმენტები არ წარუდგენია, მოსამართლე უბრალოდ ვერ იგულისხმობს, რომ იმ ადამიანს შეიძლება გქონდეს ან პროტესტი, ან საწინააღმდეგო მოსაზრება, ან დამატებითი არგუმენტები და ასე შემდეგ. ამ ლოგიკით თუ გავაგრძელებთ ჩვენ კონფერენციაზე, რა თქმა უნდა, არ მოგვისმენია მოსამართლეების განსხვავებული აზრი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთი განსხვავებული აზრი არ არსებობს სისტემაში. ან ვივარაუდოთ ის, რომ მათ უბრალოდ ვერ გაბედეს. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინა დღეებში გვესმოდა, ხო, კაპიტონაზე, აი რამდენიმე გამონაკლისი გამოჩნდა, ხო? იქიდან ერთმა კი, შემდეგ უკვე კონფერენციის შემდეგ შეცვალა პოზიცია და აი რა მოხდა, როგორ ფიქრობ? იცით რა არის, მე მესმის აბსოლუტურად, როდესაც ჩვენ საუბრობთ კანონურ მმართველობაზე და ჩაგდებაზე სასამართლო სისტემის აი ამ ადამიანების ხელში, ბუნებრივია, რომ ის გავლენას ახდენს ყველა დონეზე, ინდივიდუალურ მოსამართლეზე ყველაზე მეტად. მაგრამ თუ კი არსებობს შიში საფუძველი, თუ კი არსებობს ეწოლის ფაქტები, თუ კი არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობები, რითიც ისინი მართავენ ამ კონკრეტულ ადამიანებს მათინების საწინააღმდეგო და დაუშვათ სინამდვილეში მხარს არ უჭერენ ამ ჯგუფს, მათ აქვთ ვალდებულება, რომ გამოვიდნენ და ამაზე ღიად ისაუბრონ. ეს არ არის მათი კეთილინება, ეს არ არის დაუშვათ დამოკიდებული მათ სურვილზე, ისინი არიან მოსამართლეები და ამაზე ღიად უნდა ისაუბრონ. ეს არის ვალდებულება მათი და სწორედ ამიტომაც აქვთ ასეთი მაღალი თანამდებობა და უფრო მეტსაც ვიტყვი. როდესაც კონფერენცია იმართება იმაზე, რომ მათ პირველ რიგში განიხილონ დაუშვათ მიუდინარე მოვლენები და ამ მოვლენებში ისინი გულისხმობენ კეთილსინდისიერების შემოწმებას მოსამართლეების, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებს გააზრებული ჰქონდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ეს საკითხი რამდენად მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, როგორც აქამდე იყო ხოლმე არაფერი ახალი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეალობა არის ახალი, განსხვავებული, ასე ვთქვათ, პირობები გვაქვს, ვალდებულებები გვაქვს. ჩვენი ქვეყნის წინაშე აქვს ვალდებულებები თვითონ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფდეს დამოუკიდებელ სასამართლოს და ასე შემდეგ. ამის მიუხედავად, ისინი ისევ ძველი გზით მიდიან, ისევ ცდილობენ, რომ საკუთარი თანამდებობები დაიცვან, საკუთარი გავლენები შეინარჩუნონ და მხოლოდ ამ მისწრაფებებით, ასე ვთქვათ, იყვნენ იმ კონფერენციაზე წარმოდგენილი. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გვიბიძგებს, რომ უფრო მეტი ძალისხმევით ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სასამართლო და მაქსიმალურად უფრო მეტი ადვოკატირება მოვახდინოთ იმისთვის, რომ შეიქმნას ეს მექანიზმი და შემოწმდეს. არის თუ არა მურუსიძე მაგალითად კეთილსინდისიერი მოსამართლე.